ჯანმრთელი ფსიქიკის მახასიათებელი იცი რა არის ხალხო? აი რო იძახიან რომ უნდა დაიცვა შენი პირადი საზღვრები, არავის არ უნდა მისცე უფლება რომ შენ აი ცუდი სიტყვები გითხრას. ხანდახან ჯანმრთელი ფსიქიკის მახასიათებელი არის ის რომ ხანდახან აი ვიაზრებთ რომ აზრი არ აქვს ან სახიფათოა ადამიანთან კამათი, ამიტომაც ხანდახან უნდა გავიაზროთ რომ აი თუ სულ არ იცავ შენ პირად საზღვრებს, ვიღაცამ ცუდი გითხრა და იაზრი რომ ძალიან ენერგიას დაგახარჯავს რა მასთან კამათი და თუ დაანებებ თავს შეეშვები, ანებებ თავს ერთ ყურში შეუშვებ მეორეში გამოუშვებ, ასე ვთქვათ. აი ეს არ ნიშნავს რომ ხარ სუსტი, ან უბრალოდ იაზრებ რომ არ ღირს რაც არ უნდა იკამათო, ადამიანი აზრს ვერ შეიცვლის. მეორე მაჩვენებელი იმისა რომ შენ გაქვს ნორმალური ფსიქიკა, სხვადასხვა ადამიანებთან სხვადასხვანაირად იქცევი. ეს არ ნიშნავს რომ ხარ რაღაც ყალბი ადამიანი, ყალბი მეგობარი, მაგრამ ეს არის ნორმალური ხალხო. ოღონდ გააჩნია რატო აკეთებ და აი თუ დაძალებულად აკეთებ, იმიტომ რომ მოეწონო, ან იმიტომ რომ რაღაც მიიღო მისგან, ხო, ცუდია, მაგრამ ხანდახან ერთ მეგობართან იხუმრებ ისე, როგორც სხვასთან ვერ იხუმრებ, ან ერთ მეგობარს გაუზიარებ იმას, რასაც სხვას ვერ გაუზიარებ, იმიტომ კი არა რომ რაღაც ცუდი მეგობარი უბრალოდ გესმის რომ აი ვერ მიხდება მეორე, ან მეორესთან ეგრე ახლოს არ ხარ, ან ვერ მიიღებ მისგან იმ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია მეორეს, იმიტომ რომ ადამიანები ვართ სხვადასხვა, არც ასაბამდებულო ყველა მოგვერგოს.